ვაგრძელებთ და ახლა შოუში სტუმრის დრო აქვს. თხოვთ მივესალმოთ ჩვენი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. დიდი მადლობა. რატო აი? ხომ მომკალი გუში ნერვიულობით. ინგა გრიგოლიასთან რო არ მიხვედი სტუმრად? შენც. და მეთქი მთელი ღამე არ მიძინია, დავდივარ იქეთ, აკეთ, ღობე ყორეს ვაწყდები, მეთქი ხვალ ჩემთან რომ უნდა მოვიდეს სტუმრად და შენც. ხო, სამწუხაროდ მოხდა. როგორ შეიძლება ასეთ დამოკიდებულება ბატონიკა როგორ გადააგდეთ ეს? როგორ ჩანს ადევნებ Facebook-ს თვალყურს და მივხვდი იქიდან თუ სამწუხაროა რაც მოხდა, მეც ვწუხარ. გადაგდება გამომივიდა, მაგრამ ეხლა ისე შეიცხადე ან ინგას რატო გაუკვირდა ამ ქვეყანაში გადაგდების. ან შენ რატო გიკვირს ეხლა ობიექტურად აი რატო გაგიკვირდა ეხლა გადაგვეყანა რომელიც დგას და ფუნქციონირებს გადაგდებაზე. სამწუხაროდ მეც გავერია ამ მარაკაში. თუმცა გამოსწორების გზაზე დავდგები, დავდექი მე ვფიქრობ დილიდანვე და ერთი წელი მაინც დრო მინდა. ერთი წელი დრო ეხლა თუ კი იმანით ხოვა ერთი წელიწადი და აპატიეთ მეც მაპატიეთ. მეც მახსოვს გუნდოვნად მახსოვს. ყველაფერი რიგზეა და მინდა რომ ძალიან შინაურულად იგრძნო თავი და მეტი დამაჯერებლობისთვის ასე უფრო შინაურულად ო მიფხი რაც ჩაგვირტყი ხო? ხო. ეხლა ტელეინდუსტრიაში არის ტერმინი პროდუქტის პლეისმენტი, ანუ product placement-ი, ნუ შოულობს ფულს ამ საშუალებით რომ მე პარტიამ ვიარსებოთ აქ. აბა როგორია არჩევნებს ჭირდება ბევრი რამ. პაკეტი ბანერი. კი ბატონო, სხვათა შორის გაძვირდა ბოჯომი ამბობ. ყველაფერთან ერთად, ხო. ამბობენ ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდისო და რა ვიცი ვის ჯიბეში არა მე ასე. დილოცავ მართლა სილამაზის სალონები გაიხსნა? გაიხსნა უკვე? აი ორშაბათი და არა, არის. ნამდვილად მოსალოცი ამბავია შენთვის. ხო, მე განსაკუთრებით პირდაპირ დარტყმა. სხვათა შორის იმიტომ რომ ეხლა მიუხედავად იმისა რომ ნაკლებობა მაქვს თმის თქვენსგან განსხვავებით, ეხლა მაინც გააქვს საჭიროება აუცილებლობა ვის შესვლის რაღაცას ზოგჯერ ვერასა და გინდა გადააპარსიო თავი, ხო? და მე პრობლემა მქონდა კარანტინში ყოფნის დროს შემდეგი მაგალითად, როდესაც ვჩქარობ, ხო, ხა შეიძლება რაღაცა ისე ვერ გაიპარსო, როგორც წესი და რიგია და რჩება ხშირად სამწუხაროდ დამჩენია ზოლი უკან ან მარცხნივ ან მარჯვნივ და კუნძული. ხო, პატარა სარკე მქონდა, რომლითაც ვამოწმებდი რომ ყველაფერი წესრიგშია და ეს სარკე გამიტყდა. ხო და ვერ ვიყიდე ვერსად. მეც მაქვს მსგავსი პრობლემები, ისეთი როგორც აქ მაგალითად ბატონ აკუბარდიას, ხო, ან ტელეფონის კაბელს ვერ ყიდულობს, ხან რუბილნიკის სახელოს ასე შემდეგ. ბატონ შორს უნდა აღნიშნო რომ შენი ფორმაში ხარ, ისეთი დიეტა თუ ვარჯიში თუ ორივე ერთად. ძირითადად ვარჯიში, ხო, სირბილი, ველოსიპედი სარიელ ქუჩებში თბილისის მარტო დარბოდი თუ მოგზდევს ვინმე? ვინ? აი ისე ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 5 თვეში ოქტომბერში მე ვფიქრობ ფიზიკური ფორმა. ყველა ვარიანტში ან გამოგვეკიდებიან და გასაქცევად გვექნება საქმე, ან უნდა გავეკიდოთ, ხო? ამიტომ სახის სირბილი დაგჭირდება ყველა. ვის ვერ შემთხვევაში შემით დაწყებული ბატონი რომან გოცირიძედ გაგრძელებული ყველას დაგჭირდება. ისე ცოტა მე მგონი რაღაც რეგულაციებს ვარგო ცოტა უკან დავიწებ წინ ორი კაცი არ შეიძლება და ასე რომ ვისო თქვენი ჯექი წინ როგორც სტუმარი და მე ვიქნები უკან. იბატო. ხო, ისე ცოტა ეს რაღაც უცნაური ის არის, ხო, წინ რატო არ შეიძლება ორი კაცი და უკან მადლობა რომ კიდევ უფრო სხვა არაორდინალური შეზღუდვები არ დააწესეს. აი შეიძლებოდა ყველანაირი სახის შეზღუდვები დაეწესებიათ, ხო? აი მაგალითისთვის ხო შეიძლება დეკრეტში ჩაეწერათ რომ ყველამ 12 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით იაროს თავაწეულმა, ხელმოღერებულმა ანუ ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად, ხო? ხო შეიძლებოდა რა? არ შეიძლებოდა? არა, ეს შეზღუდვა, კი, როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ ანუ მადლობა ხელისუფლებას. თუ გინდა მადლობის გადახდა, ყოველთვის იპოვის საბაბს და მიზეზს რომ მადლობა გადავხადო. ვიპოვე. აი
ერთი პუნქტი რო არ დაამატეს, კიდე ამისთვისაც ხარ რომელი პუნქტი? აი მაგალითად წინ არ შეიძლება ორი ადამიანის დაждომა, პირბადის გარეშე სიარული და ნაციონალებთან ურთიერთობა. რაღაცა. მაგრამ ამ პუნქტს ყველა ვარიანტში დატოვებენ. ყველაფერი მოიხსნება, მაგრამ ნუ ეს იქნება უბრალოდ უხილავი მეთოდებით ეცდებიან, რომ აგიგრძალონ რა, საჯარო მოხელეებს აკრძალული არ აქვთ ისედაც რამდენი ხანია ჩვენთან ურთიერთობა საჯარო. ერთი პუნქტი მე მომწონს აი შენთან მიმართებაში ძალიან სამ კაცზე მეტის ერთად ყოფნა რო არ შეიძლება. ხო, რა თვალსაზრისით? იმიტომ რომ შენ ხო სულ ჩხუბში გიწევს, ახლა სამ კაცს კი მოერევი, ახლა შენ ბიზუგურ ფორმაში ხარ, აგერთან ნავარჯიშე ორშაბათიდან გირთულდება ცოტა 10-ია უკვე საუბარი. 10-ია არის. მე 10 რა ჩვენც მე მარტო არსად არა ვარ. როგორც მინიმუმ ყოველთვის ბატონ რომან გოცირიძესთან ერთად ვარ. ახლა რომან გოცირიძე ჩხუბში ახლა? არა. მოხცეს ღმერთმა თუ რომან გოცირიძეს ბატონ რომან გოცირიძეს აქვს ის რაც არ აქვს ძალიან ბევრს მახველი სიტყვა. ხო, მახველი სიტყვა და კომბინაციაში. კი ბატონო, კი. ადრეს ესე არ ვიყავი მე მეგონი გითხარი რეგიონში თუ მივდიოდი სადმე ერთი დღით ან დილით მივდიოდი და საღამოსო დაბრუნებულიყავი ყველა ვარიანტში საკითხზე მანქანაში მქონდა ერთი წყვილი დამატებითი პერანგი და პიჯაკი რო ვუშვებდი წარმოგიდგენიათ იმას რომ შეიძლება იქ მოხდეს აი მე ფიზიკური დაპირისპირება და თუ კი შემომეხია ნუ გონდა გამოვიცვალო ბატონო არა ეს იყო ხო ახლაც მაქვს რა ძირითადად მაგრამ თუ კი არ არის ზოგადად პოლიტიკოსი არ უნდა ჩხუბობდეს ეს არის წარმოუდგენელი და ეხლა დამეთახმა მაყურებელი არასოდეს და არასოდეს გავაკეთებ და გამიკეთებია პირველი არავის არ დავსხმო თავს მაგრამ ეხლა უძა გესხმიან თავს ბუნებრივია ხო მაგრამ მაინც არ არის მოსაწონი აი კომენდანტის საათი რო არის ჯერ ნუ კიდე მოქმედებს და ნუ აქამდე ყოველ შემთხვევაში რამე რო გჭირდება აი 9 საათი დაგჭირდა რაღაც 11-ზე მაგალითად როგორ იქცევი ამ დროს თუ რაიმე იყო ახალი შეზღუდვა ეს იყო 9 საათის შემდეგ რო ვერ გავდივდეთ რომ მანამდე თქვენთვის შეზღუდვა ჩემთვის ნორმა იყო რა ხო იცი ერთი წელიწადია მე რეალურად ვარ იმ რეჟიმში რაშიც თქვენ აღმოჩნდეთ 3 თვის განმავლობაში და არასოდეს პირველივე დღიდან არ რატომღაც არ შემშინები ამ ვირუსის ვინაიდან როცა ეს დამიყენეს მითხეს რომ ამას აქვს ძალიან ძლიერ გამოსხივება და ამარცხებს ყველა სახის ვირუსს ყველა სახის ვირუსს ამას მოყვებათ პლუს დიდი ძალიან აგრეგატი სახში რაც გიდგას და ორივე ერთად ამიტომ 9 საათის შემდეგ არ მიფიქრე რა რამე შეიძლება არა რო დაგჭირდეს მე მაგალითად შევა შემიძლია მოკლედ რეკავ ჩვენ დავუშვათ დამჭირდა რაღაც 11 საათზე რა ხო ჯერ რეკავ 154-ზე მე რის ხელხაზზე და სანამ ისინი გიპასუხებენ ჩვეულებრივად მოდის დილის 6 საათი გადიხარ და რაც გინდა აკეთებ ჩვეულებრივად ეს სამაჯური ისე დაგიყენეს რამდენი თვის უკან დაახლოებით წელიწადი უსო წლისთავია რა ცოტა ხანში ფაქტიურად COVID-19-დან დაიწყე შენ რა ცოტა ხანში არის წლისთავი რისი ხმა არის ეს მობილური რომ აქ ახლოს რაღაც ზავიას გასაძლევს მე მგონი თუ მთავრობის ხუმრობას რო იტყვი და მაგ დროს წრიპინებს რამე სხვა ფუნქციაც ხო არ აქვს პატეშორი სერიოზული ხა იუმორის გარეშე სრული სერიოზულობით ძალიან სერიოზული რამდენიმე ადამიანი ამტკიცებდა ჩემთან საუბარში რომ ისმინება ხა ეს არ იყო იმდენად არასერიოზული ადამიანის ნათქვამი რომ არ გამეთვალისწინებია რაღაცა თავიდან რაღაცა ეტაპი მართლა ვთხილობდი რა ასე ხო რა არა ნუ არა მე შევეჩვიე და ვფიქრობ ერთი თხოვნა უნდა შემისულონ შემდეგ პრობაციის სამსახურში როდესაც მომიხსნიან ეს უნდა შევინახო აუცილებლად იმიტომ რომ ეს არის ჩემი რაღაც ძალიან პირადია თავიდან რო გაგე არ არის საფია ჩადებული მაშინ საკუთრებაში ექჩება მე და რა არა მიაქვთ როგორც ძალიან პირადია რა ისევ იმას მინდა დაუბრუნდე ყოფილი სპორტსმენიც ხარ და გიყვარს სპორტი ზოგადად ხო? კი, ნამდვილად. შეიძლება იცის და შეიძლება ვინც არ იცის უნდა უთხრათ რომ ყოფილი ისა ხარ, რა ქვია, კარატისტი. ხო, შეიძლება ასე. რა შვები ახლა მე შემოდგომისთვის ემზადები სენსეის რო შეებრძოლოთ. კი ბატონო, კი, ცუდი ის არის რომ ჩემი მწვრთნელი და მასწავლებელი მხარეს არის. ანუ ვინც იყო ჩემი კარატის მასწავლებელი ანზორ ჩუბინიძე არის იმ ხარის. ბიძინასკენ არის. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იქით არის. ხეზია ძრომა გასწავლა, ხეზე ცოცა. სხვადასხვა
იყოს ხეზე იყოს ჯობია თვითონ და არ ჩამოვიდეს რომ მაგრა ჩხუბობს. ხო? და მაგრა ჩხუბობს. ამიტომ ხეზე იყოს არ მინდა იქ ასლა, იქ იყოს. მე ქვევით ვიქნები ჯობია. ხო, მაგრამ მე შენ ახალი მასწავლებელიც გაიყავდა ეს პიანი მასტერი. ასე რომ რა ვიცი. ესე იგი, ყველას გვაინტერესებს ალბათ ერს M 8 მარტის ხელშეკრულებაში. რა წერია ბოლო-ბოლო გამოუშვით ეს პოლიტპატიმრები თუ არ გამოუშვათ? თავიდან ვიყავი ბედნიერი იმით რომ იქ არ ეწერა რომ ახალი პატიმარი დაემატება. ეს უკვე ჩემთვის იყო კომფორტი. სიამოვნების მომგვრელი, დიახაც, აი საბლუნად დამედო გულზე. და ეხლა დანარჩენი რაც არ უნდა თქვა, ეხლა ვისაც უნდა დამიჯერებს, რომ ეწერა, ვისაც უნდა არ დამიჯერებს. ჩვენ ქვეყანაში ხო ბევრი ადამიანი არის წინასწარი განწყობით უკვე შემართული, ხო? ამიტომ აი ესაა ჩემი პასუხი. ხო, რა ვიცი, ანაირად წერი, იმ ნაციონალების პასტის ხო არ არის ნაწერი, ის მერე რო ქრება. ხო ქონდა გასაგები. ან მე მგონია რომ ექიმის დაწერილია და ხო იცი ექიმები როგორაც წერენ და ყველა სათავისოდ გებულობს, რა წერია, ვერ გებულობს ვერავინ და არა ასე წერია, არა ასე წერია. ხო, საქართველოში ნიკა ვინმეს თუ ის და ვინც აიღო ეს სოცდახმარება. ეს რაღაც 200 ლარიანი რაღაც ხო არ ვიცნობ. არავინ არ იცნობს, არა, არ არსებობს. ჯერჯერობით არ არსებობს. გადამრევები, თუ ეხმარები ადამიანს, მაინც არაფერს აძლევ. ლეწო 2000 ლარი, 5000 ლარი დაეხმარე. ხო არა, მინგი 200 რა. ხო, არავინ არ არსებობს. ესეთი ადამიანი ფიზიკურად ჩვენს გარშემო. იმედია ძალიან მალე იარსებებს. ხო. და თქვენც ხო ხო ჩვენ ეხლა მივხვდით სად ჩამოვიტყვი ხო ჩვენი ინიციატივა არის ანტიკრიზისული გეგმის რაღაცა რომ შეთანხმებზეა ლაპარაკი და როა უხსნათ ეს თუ გინდა მოსახლეობას ოღონ 6 ეტაპად ნუ გამიწელა ახლა მალე მოკლედ 1000 ლარი ყველა ზრდასრულ ადამიანს სრულწლოვანს და 500 ლარი ყველა ბავშვს ანუ 18 წლამდე ხო ეს რეალურად შეიძლება სხვაგვარათაც ავხსნათ აი მაგალითად თუ ლარებზე ვსაუბრობთ ლარები ამოვიღოთ კი ბატონო ხა ეხა 20 წლის შემდეგ ფული არ იარსებებს. ან ქაღალდის ფული საერთოდ არ იარსებობს, არც მონეტა. არ იარსებებს რა ისე პლასტიკური ბარათებით იქნება ანგაისტორება და ყველა ვაგროვე. ბლოკჩეინებით. ეს ასე იქნება რა. მანამდე ფული არ იყო, მანამდე რა იყო? ეხა იყო ეკვივალენტი ფულის რაღაცა. აი მაგალითად ხო ნუ რაღაცა ნივთს ცვლიდი, შენთვის საჭირო ნივთია, მაგალითად ციმბირში ყველაზე საჭირო ასე თქვათ იყო თბილი ქუდი ბეწვის, ხო? და ბეწვზე იყო მოთხოვნა, მელიას ბეწვზეც მათ შორის, ხო? ამიტომ ესე ვცვლიდი და შეიძლება ეხლა მაგალითად აი 1 საათი მაჯის საათი ეყოს დახმარების სახით მთელი კასპის რაიონს, მთელ კასპის რაიონს. თუ ეს საათი იქნება ღარიბაშვილის საათი. მაჯის საათი. მარტო გეუბნები, შეიძლება მაგალითად რომელიღაცა აი ხობის რაიონს ეყოს ერთი ხელფასი ბატონი, არ ვიცი მე, საგანელიძესი და ასე. მესაც აქ 200 ბეწვი ხელფასი. ხო, არ ვიცი, ერთი ჯიპი შეიძლება, აი ბატონი საგანელიძეს ძვირადღირებული ჯიპი ეყოფა. უბედურება ის არის, რომ რაღაცა უკან მივდივართ რა. ამიტომ არა მარტო 1000 ლარი და 500 ლარი, ეხა ერთი მაჯის საათი ღარიბაშვილი თუ ხელში ჩამივარდება, ჩათვალე თელი მაგალითად კასპის რაიონს დაპირებას შევუსრულებთ. კარგია. კიდე ერთი ასეთი კითხვა, შენ დევნილობის დახმარებას თუ იღებ? რატომ დავიღო დევნილობის დახმარებას? პარლამენტიდან ხო ხარ დევნილი? პარლამენტიდან ვარ იძულებით გადაადგილებული. ერთი და იგივე, ხო ასე უნდა იძულებით გადაადგილებული ადამიანი და შესაბამის ორგანოებს თუ ესმის ადამიანსაც არანაირი უბედურება დაპირებაც კი არ შეხვდათ არა. არა შენ ერთად მოქცევენ, მე და კაი სერიოზული კუში გავა. განაცდურს კი. პრინციპში არ უნდა დახსნას გული მაინც და მაინც თუ არა თვითონ პარლამენტით იძულებითაა გადაადგილებული, არაფერი უჭირს არა. საერთოდ. ერთი კიდე მადლობა, იმიტომ მინდა გადაგიხადო, რომ დღეს ჩემთან ახარ სტუმრად და აკუბარდიას ვინ ეყოლება არ ვიცი. ბატონ დავით. ესე იგი საკმაოდ ისეთი გახდი ხშირი სტუმარი. ბატონი დავით აკუბარდია ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოვარდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. მამა ჩემს ანზორ მელიას ბევრად უფრო იშვიათად ხედა ვიდრე ბატონ დათო აკუბარდიას. მართლა გეუბნები. ესეთი განცდა მაქვს. ანუ უმაღლეს ლიგაში მათამაშებს, უკვე ვიში ლიგაში მათამაშებს. ხშირი სტუმრიანობა მასთან არის დიდი პატივი. აქამდე ეს პატივი ჰქონდა ბატონ ვალერ გეღბახიანს და გუბას სანიკიძეს და ეხლა იმ ლიგაში ამიყვანა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აგიყანა დარჩები და დარჩები რა შეიძლება თუ ვერ გაკაჩე იქ გადმოგისვრის ისე ანუ სხვათა შორის ეხა არ შეიძლება ბოდიში რა უნდა მოყვე ეს ორშაბათს ვიყავი დათვა ქუბარდიას სტუმარი და ну ვისაუბრეთ აქტუალურ თემებზე და პარასკევს მირეკავს ბატონი დათო და უპასუხე ბუნებრივია და ნიკაო რამდენი ხანი არ ყოფილიყარო ჩვენთანო სტუმრათო და მოდი ერთი დავცხოთო საბჭოთა საქართველოსა და ვიფიქრე რომ ანუ აერია აღარ უთხარი რომ ეხლა არ ვიყავი მე თვითონ დავედი 4 დღეა გასული და მაინც მივედი მაგრამ რომ ვაპირებდი წასვლას გარაჟში ჩავედი და აკუმულატორი დამჯდარი იყო და მომიწია ტაქსით მისვლა ნუ 8 წუთზე იწყება ხო გადაცემა და დავიწყეთ დავამთავრეთ ეს გადაცემა და მე დაგტოვებო და ის რაც მეც კი მეგონა რომ ალბათ ცოტა გადაჭარბებული და აზვიადეს ეთერში როცა ამბობს რომ გახსენით ეს ქალაქი ტრანსპორტი აამუშავეთ კაცო თანამშრომლებს მე ვარიგებ სახლებში ზოგს თემქაზე ზოგს საბურთალოზე მართლა ასე აკეთებს თუ მე იმიტომ რომ მე ხო ჩაუჯიქი უკვე მანქანაში ჩემს გვერდით დაждდა ერთ-ერთი თანამშრომელი რა ანუ მე ხა ბელინსკის ქუჩაზე უნდა დამტოვოს ნუ არაჩოულე ერთიც არაჩოულე მოსაუბრია აი მასთან ერთად რაღაცა გრძელ მოგზაურობაში წასვლა იქნება ძალიან გზის დამპატარავებელი აი ბათუმში რო წახვიდე მასთან ერთად დარწმუნებული ვარ გზას დააპატარავებს მისი საინტერესო საუბარი ხო და ეხლა წამოდიოთ რუსთაველის მეტროს გავწვით და ბელინსკის ქუჩაზე უნდა ავუხვიოთ რა იმიტომ რომ იქ ვცხოვრო ბელინსკის ყოშტარეს კუთხეში და ეხლა იქ უნდა დატრიალდე ხო ფილარმონიასთან და ახვიდე ბელინსკზე ესე მოდიოთ რუსთაველის მეტროსთან და ბელინსკი ახედა და ეგრევე ააჭრა. ანუ არ დაკვირდა ბატონო დაუწევდი რა შევით მეთქი და რა დროს ეს არისო. ანუ მე დამტოვა და ეს თანამშრომელი გოგონა არაჩვეულებრივ მიყავდა მუხიანში. წარმოიდგინე და დილით სამსახურში რომ მიდის ასევე გაუვლის ანუ full service-ია წარმოიდგინე. წამყვანი მიყავ ხარ საქმეში. ხო, თან ვინც წამყვანსაც რო გააჩნია. დამელოდი მეც წაგიყვან სახში. ისე აუცილებლად უნდა გკითხოთ მამა როგორ არის ანზორი ბატონი ექიმი საყვარელი კაცი მადლობა კარგად პაციენტები მოემატებოდა ახლა მიშას დანიშნვის მერე სხვათა შორის კი როგორ დაემთხვა ალბათ მაგრამ ნუ შეგვიძლია სხვაგვარადაც ახსნათ და ახლა როდესაც გავრცელდა ამბავი ნუ იმ პერიოდს დაემთხვა ახლა როდესაც გავრცელდა ამბავი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე, თანამდებობაზე ამ დროს იმატა დიახაც არ მხოლოდ ამბულატორიული პაციენტის რაოდენობა, სტაციონარში მოსათავსებელი პაციენტების რაოდენობამაც. ესეთი რაღაცა გავარკვიე. ეხლა ტრადიციულად ჭარბი-წონა, სიგარეტის მოწევა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს მაღალი წევები იწვევს გულის იშემიურ დაავადებებს, ხო? ხო და ჩვენთან ამ ყველა ამ კლასიფიკაციას ემატება ჩემის აზრით მიშას ფაქტორიც. ანუ ადამიანებს არის კატეგორია, რომელსაც აი ვანერვიულებს ჩვენ იმდენად, რომ ისინი მიმართავენ კარდიოლოგიური პროფილის ექიმებს. მათ გონიათ, რომ გული აწუხებთ. სიამდვილეში არა, ჩვენ ვაწუხებთ. ჩვენ ვაწუხებთ, ჩვენ. ანუ შეიძლება ჩვენ ქართულ მედიცინაში ჭარბი-წონა, ალკოჰოლი, სიგარეტი, ნერვიული სტრესი, მიშა. ხო. ნაცმოძრაობა. კი ბატონო, კი, ეს არის. ჩვეულებრივად იწვევს გულის იშემიურ დაავადებებს. რთული წელი მოდის, ახლა ისედაც რთულად დაიწყო ახლა ჩვენი წელი და ნუ პოლიტიკურად და ქვეყნისთვის ზოგადად კიდე შემოდგომა არჩევნები მოდის და ახლა მზადება დაწყებული გვაქვს უკვე. რა გითხრა? კი ბატონო. არა, მეთქი თუ არა შემიძლია გირჩი ერთ-ერთ კაი TikTok-ი. TikTok-ი საარჩევნოთ. კი ბატონო. ისეთი. კი ბატონო. კი არა არის პრობლემა. ბატონო, ამ TikTok-ზე გამახსენდა საუბრობდი ამასი რომ ბიზნესზე რომ დადისო და ხეებს ეხუტებაო და რაღაც განსაკუთრებული საქმე. თან საუბრობდი ამას არ საუბრობ. ამას საუბრობ ყველგან უკვე ერთი წელიწადია. ასე არის ნამდვილად ეხლა დენდროთერაპია არის თერაპია, რომელიც გულისხმობს ხეებით კურნალობას. ხახო, აქ არაფერი დასაძრახი არ არის. ამით პაციენტები კურნალობენ და უნიშნავენ ამ კურნალობის კურსს. რატომ ამოაქვს ის ფესვებიდან ის ხე ხო არ არის საინტერესო? იმიტომ რომ მიაქვს იქ რომ მე ამ ხეს სხვანაირად ეფერება, ეხუტება და ენერგეტიკას იღებს და სოფლიოში ამას არ აკეთებს მარტო ბიძინა ივანიშვილი გასო.
ხო და რა გინდა ახლა ჭკვიანი კაცია. არაფერი ხო, უბრალოდ მაქსიმალურად. ჩვენ ხარჯზე არ გაკეთდეს, თორე კი ბატონო რა. რა ჩემი საქმეა ეხა პაციენტი რითი მკურნალობს, ხო? თავარი გამოჯამრთელდეს. თვითონ თავარია ფსიქოლოგი ჯერ ადამიანს რომ ეს მომიხდება მე და იმიტომ რომ ჭკვიანი კაცია მაქსიმალურად იყენებს ხეებს. ზოგისგან ენერგიას იღებს, ზოგისგან თანამდებობის პირს გამოთლის, ზოგისგან ასე. რა ვიცი. მაქსიმალურად. ერთი გამოცანა უნდა გითხრა ახლა. კი ბატონო. ადამიანი იხჩება მტკვარში. ვინ გადაარჩენს ამ ადამიანს? 9 საათის შემდეგ თუ 9 საათამდე, თუ 9 საათის შემდეგ არის, ვერ უშველის, გამორიცხულია. კომენდანტის საათის. 9 საათამდე თუ არ ვიცი. ხო, კი ბატონო, მაშინ გაქცემ ახლა პასუხი. ესე იგი, მტკვარში იხჩება ადამიანი, ვინ გადაარჩენს ამ ადამიანს გადაარჩენს ოცნება. ოღონდ ოქტომბერში. ანამდე იტივტივოს ცოტა ხანი მოეჭიდოს რაღაცას და მე ოქტომბრამდე წინასწარ დამოიყვანოს. სიბატონო. ხო. მოდი ახლა სპეციალურად ჩემთვის გვაქვს ერთი ისეთი რაღაც თამაში დასურათებული დავინახავთ პოლიტიკოსის სურათს რომელსაც აქვს მეტყველი სახე ან არამეტყველი ან რაღაც ისეთ და რა მომენტს ასახავს რას ფიქრობს ამ შემთხვევაში ან რაღაცა რომ შენი ვერსია გითხრა ამასთან დაკავშირებით. მოდი აბა დავიწყოთ და ვნახოთ შეგვიძლია პირველი სურათი. რას ფიქრობ ახლა? რას აკეთებს ან თვითონ? ამ ფოტოზე სიმღერა რო არის მედია ძიძგური და ჯემო სეფიაშვილი რომ ღერის. მე ღმერთს შემეტრე შეყვარული. აი დაახლოებით ესეთია. ხო და მოდი შემდეგი სურათი ვნახოთ, ძალიან კარგი ვერსია იყო. ვოლსკი ცეკისტი, ანუ თვალით რო იხედა ეს როგორი ის არის, იცი, ყურში რო რაღაცა გესმის და თან დანახვაც რო გინდა. აი შემდეგი ვნახოთ. ამაზე რას ვიტყოდი? სტვენამ უფულობა იცის. თითქოს უსტვენს. ცოტა ენაზე, მაგრამ რამდენი უნდა უსტვინოს, აქ უფულოდ რო დარჩეს. რო უსტვენ და ხალხი რო მოატყუე, მაგრამ ისე რო უსტვენ, ვითომ შენ არაფერ შუაში ხარ. შენ საერთოდ არ გეხება. კაი, შემდეგი ვნახოთ. ორ მიკროფონში ეუბნება ხალხს, რომ ორივე ბარკალი ბიზნესია. ეს არის ქაბაბმა რატო დააგვიანა? ასეთ. კაი, შემდეგი? ცოტა დამწუხრებ, ცოტა დაფიქრებ, რაღაცნაირი ისეთ. ნეტა ალუჩა როდი შემოდის ბაზარში ან რაღაცა. ალუჩა აიღირება წელს, რაღაც ესეთია რა. კი ბატონო, სარე, შენ პოლიტიკოსი ხო არ ხარ? იცნობ, ანუ ისეთი მის შემოქმედებასაც ვიცნობ. არასოდეს დამავიწყდება ეს ადამიანია. რაღაც ისტორია რომ მოყვე შეიძლება სანამ კი ბატონო, რა თქმა უნდა. პირველად ვყვები ამ ისტორიას. გახსოვთ, როცა მიჭერდნენ, ხო? არ დამიჭირეს, ვეღარ დამიჭირეს, და გახსოვთ ჩემთვისაც მოულოდნელად ემზარკვიციანმა სიტყვა თქვა, რომ თქვენ არ გაგიჟდეთ, როგორ შეიძლება ასე თავდებში ჩაუდგებით აგერ ვარ და არ დაეჭიროთ, რა კოლეგის დაჭერა როგორ შეიძლებაო. გამიკვირდა ნამდვილად, დამიკვირდა, იმიტომ რომ ბევრისთვის ჩემთვისაც ანუ არის ქართული ოცნება, ხო? და ხა ემზარკვიციანი არის ქართულ ოცნებაზე ქართული ოცნება. ანუ ჩვენთან პაიქრობის თვალსაზრისით და უწოდეთ ადამიანს. სახში რომ მოვედი, გვიან ჩავთვალე საჭიროთ, რომ უნდა მიმეწერა. მადლობა ემზარ. აი ესეთი რას. თანადგომისთვის და რაღაცა. ხო და გავავართვი ტელეფონით ვავსები ბატონ რომან გოცირიძეს, ემზარკვიციანის და მივწერე. რომ შეიძლება სხვანაირად გამიგოთ მეთქი, მაგრამ ნუ მე ვალდებულად ჩავთვალე, რომ მადლობა გადაგიხადოთ და მივწერე. ხო და წაიკითხავ ხედავ ემზარის ტაიპინგ. ანუ ხო და მომწერა. პასუხი ძალიან მოკლედ რომ არა რას ლაპარაკობ, რაც თქვიო ის ვიგულისხმეო და ერთი გაფიქრებაო, ვიფიქრეო გადმოგჯდომოდიო, ანუ შემეცვალ ადგილი და გევერდი და დაგჯდომოდიო. და აი ესე ხელი ჩაკიდებულები ყოფილიყავით. ხო და ეხლა წარმოვიდგინე, ესეც რო გაიგეთებია, წარმოვიდგინე. ეხლა ემზარკვიციანი რო გადმოჯდარი იყო და იქ სცენა როგორი იქნებოდა, რომ არ გაგატანთ ელიას. ჩემია, წარმოვიდგინე. ხო, ამ ფოტოს რა შეეხება? გამახსენდა ეხლა შოშე ამ ფოტოს რა შეეხება? ბიჭო, მე მგონი მართლა დეპუტატი ვარ. რაღაცა ისეთი.
შემდეგი ეს ხო გენიალური ამბავია. ეს აუცილებლად, ბატონო, კი. კვიცი ხვიტია სავითარ. კვიცი ხვიტია. იცი, ეს არის, რა ქვია, მასწავლებელმა რომ კითხა დიდგორის ბრძოლა რომელ წელს მოხდაო და რო არ გახსოვს, რომელი წელს ფიქრობს. კაი, შემდეგი ვნახოთ. დროა საჭირო. შენი ვერსია რა არის? ეს არის მომენტი, როცა ოდესიდან სარფამდე გამოცურე ამოყვითე და აგეუბნებია, რომ თანამდებობაზე დაგნიშნეს და უკან უნდა გაბრუნდე. სურვით. კვინთვით შეიძლება. ხო, კვინთვით, ხო, შედა. ხო, რა ვიცი, აბა ძალიან სახალისო ფოტოები იყო. მოკლედ, ჩემო ნიკა, უღრმეს მადლობა მინდა. კიდევ ერთხელ გადაგიხადო, რომ გამონახეთ, რო გვესტუმრე. დიდი მადლობა თქვენ. როგორც ყოველთვის ხარ ძალიან საინტერესო მოსაუბრი ადამიანი და წარმატება მინდა გისურვო წინსვლა ცხოვრებაში, კარიერაში, პოლიტიკაში, რა ვიცი დიდი მადლობა. ნებისმიერ დროს გელოდებით გამოგვიარეთ სტუმრად, სულ აქ ვართ. უღრმესი მადლობა და იმედია კიდევ გესტუმრებით, თუ გიდაკვათით. ჩვენი სტუმარი ნიკა მელი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძვირბაზო ქალბატონებო და ბატონებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მე საუკეთესო სურვილებით მინდა დაგემშვიდობოთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს რუსთავი 2-ის ეთერში საღამოს 10 საათზე შევხვდებით. კარგად გრძანდებოდეთ.